სოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა გადაცემაში დღის თემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რთული მისახვედრი არ იყო, როგორ იქნებოდა დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებში ამერიკის პოზიცია ნათლად ჩანდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოჭორიშვილმა ევროპის პოზიციაზე ცილოპარაკა და განმარტა, რომ სასურველია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთიანი ენით საუბარი შეძლონ და ეს რეალისტური მიდგომებით ნაკარნახევი პოზიციები იყოს. საკითხი დღეს დგას ასე დასრულდეს თუ არა ომი, რეალურად კითხვის ნიშანი აღარ ისმის. აქ უკვე საუბარი არის იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი და როგორ უნდა მოხდეს იმ გზების ძიება, რომელიც მიიყვანს ევროპის კონტინენტზე ამ მიმდინარე ომს დასასრულამდე. და გამოჩნდა ერთი რამ, რაზედაც ალბათ რაღაც პერიოდი შეიძლება ითქვას აკრძალულიც იყოს საუბარი, დიალოგის საჭიროება იმისა, რომ აუცილებელია მხარეებს შორის იყოს საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებო არის ნამდვილად ის ფაქტი, რომ ამ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელიც შეეხება უკრაინას, რეალურად დღეს უკრაინის წარმომადგენელი არ ზის. რამდენად ასახავს ის პოზიციები, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, იმას, რომ ევროპა არის ერთიანი საგარეო პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკის ფლანგზე. რა თქმა უნდა, სასურველი არის ის, რომ შეძლოს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეძლონ ერთიანი ენით საუბარი, საერთო პოზიციებით პოზიციონირება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს რეალისტური მიდგომებით ნაკარნახევი პოზიციები, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ძალიან ხშირად აცდენილია ხოლმე რეალობას, რეალურ სიტუაციას ის განცხადებები, რომელიც ხშირად გვესმის ჩვენ ევროპის დედაქალაქიდან, ბრიუსელიდან და ძალიან ხშირად ის არ არის თანხმდრაში იმ რეალურ სურათებთან, რა სურათთანაც გვაქვს დღეს ჩვენ საქმე. და ამ დროს, როდესაც დღეს უკვე თეთრ სახლში არის დონალდ ტრამპი, რომელიც რეალური პოლიტიკის რეალური გამხორციელებელია, ძალიან რთულია ვარდისფერი სათვალე გაიკეთო და ისე უყურო მსოფლიოს და ისე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლო და არ იმოქმედო სწორად და არ შეაფასო მიმდინარე მოვლენების.